მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. ჩვენ გიბრუნდებით რუბრიკით კულტურული მემკვიდრეობა. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ხელოვნების სფეროში მოღვაწე შემოქმედი ადამიანები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას აცოცხლებენ სპექტაკლების მეშვეობით. სასცენო დადგმებში ცოცხლდება ძველი ისტორიული ამბები, პერიპეტიები და ამავე დროს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალურ-კულტურული ურთიერთობები, ის რაც დღეისთვის თანამედროვე საზოგადოებისთვის ნაკლებად არის აღსაქმელი და მით უმეტეს ემოციურ სპექტრში გასატარებელი. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ბატონი ლაშაონიანი, რეჟისორი, ჩვენი თანამემამულე, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი სოფიო ბალიანი. მოგესალმებით ლაშა და სანამ შეკითხვით მოგმართავთ, მაყურებელს ვაცნობებ, რომ თქვენ ბრძანდებით ინოვაციური იდეის ავტორი და განხორციელებელი საქართველოში. ეს ინოვაცია შეეხება საქართველოს ყველა რეგიონში სპექტაკლის განხორციელებას, რომელიც აგებული იქნება ისტორიულ პერიპეტიაზე, ისტორიულ ამბავზე, კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაზე და ამავე დროს იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ამ კუთხის სოციალურ და კულტურულ ყოფას უკავშირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაყურებელი ცოცხლად ეცნობა იმ ტრადიციებს, რაც დღეს უკვე ან მივიწყებას არის გადაცემული, ან დაკარგულია და ფაქტიურად აი ეს თქვენი ინოვაციური შემოქმედება შეიძლება ჩაითვალოს არამატერიალური კულტურის ძეგლის განცოცხლებად სცენაზე. აი როგორ დაიბადა ეს იდეა, ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც და ჩემთვისაც, როგორ დაიბადა და შემდგომ როგორ განვითარდა, რა ნაბიჯები მოყვა და რა პროდუქტის სახით უკვე რა არსებობს შექმნილი. მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება იდეას, ძალიან მარტივად მოხდა, ხშირად გაისმის ხოლმე კითხვა, რატომ დავდივართ ერთი და იგივე წრეზე. ჩემი აზრით, რაღაც მინიმალური დაფიქრებით, ერთი და იგივე წრეზე სიარულს იწვევს არ ცოდნა. და მივედი იქამდე, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს არ ვიცნობთ იქ იმ ფესვიდან, საიდანაც მოვდივართ. და იქ გაჩნდა იდეა, რომ შეიქმნას პროდუქციები, ანუ დადგმები ყოველი რეგიონის ისტორიის მიხედვით. თქვენ ახსენეთ ახლა, რომ მივიწყებული, ან არარსებული, ან დაკარგული და პლუს კიდევ რომ არსებული და ართქმული ან გადამალული მივიწყებული არა. აი ზუსტად იქ მივდივართ. აი ეს არის ის ერთ წრეზე სიარული. მიჩქმალური შეიძლება. მიჩქმალური, უფლება, მოსილება დაკარგული, რომ არ შეიძლებოდა და ასე შემდეგ. ეხლა უამრავი კომპონენტია შეგვიძლია ავხსნათ და რაღაც და შორს აგვიმას. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. აი იქიდან მოდის ეს იდეა. მე ვფიქრობ, რომ ქართველები ერთმანეთის ურთიერთობაში რაღაც ნათესაურ მეგობრულ ბიზნეს ურთიერთობებით ამოიწურება რეგიონების მიმართ, ანუ ერთმანეთში აი ეს ურთიერთობა. ამას საფუძველი აქვს და ის საფუძველია გასაცნობი. საერთო საფუძველი. ის საფუძველი არის გასაცნობი, რაზეც ეს იდეა წამოსულია. აი ეს არის ძირითადად მოტივი ამ დადგმების შექმნის. რა თქმა უნდა, ქართველები როგორ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ იქ არ ვიცნობთ ერთმანეთს, სადაც სიყვარული იწყება, სადაც ურთიერთ ფასეულობა, სადაც დევს. ის ღირსება, რომელსაც სიტყვას ღირსებას რომელსაც ხშირად გავიძახით, ის ღირსება იქ დევს, იმ საფუძველში დევს. კახელმა მეგრელი, მეგრელმა გურული, თათუშეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხ, ესენი ჩვენ მხოლოდ რაღაც ნათესაურ მეგობრობაში ვხედავთ დღეს ამას და 21 საუკუნეა და ამ დროს ფესვინობს ცოტა ესე გვერდზე გაწეული. აი ეს არის მთავარი ნაწილი რა. მე ვფიქრობ, რომ ეს თემები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, უნდა იყოს მოწოდებული რაღაც ძალიან, ანუ
შესაძლებელი არის რომ სუბუქად და ლამაზად დაწყებით კლასებში იყოს მიწოდებული ბავშვები იზრდებოდნენ და ამას ისმენდნენ, ამას კითხულობდნენ, ამას თუნდაც ზღაპრად, თუნდაც ლეგენდად, თუნდაც ოღონდ ის ხასიათი, რაზეც ჩვენ მერე ამასაკში მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მრავალფეროვანი სიტყვებით შელამაზებული არ ნამდვილი ამბებით და მე წარმოვიდგენე, როცა ადამიანი იზრდება და სრულ ასაკთან მოდის, იმასთან უნდა ახლდეს, რა თქმა უნდა, საფეხურების მიხედვით დონეები, რამდენი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ნუ ბავშვობიდან რამდენი რამე შეიძლება შეიცვალოს. რო გახდება და მოვა სრულ ასაკთან, იმას სრულად ეწოდინება, რატომ უნდა გიყვარდეს მეგრელს კახელი, რატომ უნდა გიყვარდეს კახელს სვან და ასე ჩემი მოსაზრება, მე ესე ვფიქრობ. შესანიშნავი მოსაზრება, ანუ საგანმანათლებლო სისტემაში უნდა იყოს აი ეს მარცვლები შეტანილი, აქცენტირებული. ეხლა პატრიოტიზმზე, პატრიოტულ მოტივებზე ძალიან ბევრი კლასიკოსების აი უკაცრავ მე არ მისწავლია რა სკოლაში. რას ვწავლებთ? ხო, ჩვენ რაც გვისწავლია სკოლაში, ეს იყო რაღაც მცირე ფრაგმენტული, რომელსაც დაახლოებით ნებისმიერ შეგვიძლია რაღაც განვარცოთ დავითი ვიცით. ანუ ერთი სისტემის სახე არ ქონია. ამას ჩვენ ვიცით რაღაც ისეთი დეტალები, რომლებიც ანუ ყველა ვიცის. ჩვენ არ ვიცით ის ნიუანსები, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ძირითადად საიდან ანუ ვინა ვართ, საიდან მოვდივართ და ამ დროს ისტორიაში რომ შევდივართ, ის ფესი გვაჩვენებს, რომ ჩვენ არაფრით არა ვართ ერთმანეთისგან დაშორებული და არანაირად მიზეზი არ უნდა ქონდეს იმისა, რომ მე ვარ დაუშვათ კახელი, მე ვარ მეგრელი, ჩვენ ვართ ჯერ საქართველო და მე ეს ყველა ის დეტალები, რითაც არის შევსებული ის ჩვენი საქართველოს იმები ჩვენ ვართ ყველა. ანუ ესე იგი, აი ის ჩვენი პოლიფონიაც, ნუ ეხლა მე ფსიქოლოგი გავყავართ, ის პოლიფონიაც, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი სწორედ საერთოობა ამ პოლიფონიისა არის უნიკალური სამხმიანობა. სხვადასხვა ფორმებით, პოლიფონიის სხვადასხვა ფორმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის იმ ტიპის სამხმიანობა, რომელიც ყველა კუთხეშია და ყველა კუთხეს აერთიანებს, აი ეს ერთმანეთის მოსმენა, შეწყობილი მღერა და განდიდება ამ სიმღერებში ჩვენი გენეტიკური მონაცემებისა და დღეს მით უმეტეს როგორი მნიშვნელოვანია გენეტიკური, საერთო გენეტიკური აი ამ ფესვის თქვენ რო ბრძანეთ, აი გენის მოძიება, რომ თუ ხარ ქართველთა გვარისა, როგორც პოეტი იტყოდა, თუ არის ქართველთა გვარის ენა იქნება, თუ ადამიანი იქნება, ეს ზოგად ქართულია და აი ეს არის სწორედ მოსაძიებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ამით აი ეს თქვენი რა შემიძლია კიდე რო თქვა, რომ როცა ამ თემაზე დავუშვათ მივადექი, რომ უნდა დაიწყოს სადღაც, აი იქ არის ის უკვე იქ სხვა პროფესიის ადამიანი ჭირდება ამ საქმეს, ამას მხოლოდ რეჟისორი არ ჭირდება. რეჟისორის იდეაში ის უკვე აღმოცენდა, გაჩნდა, უკვე საფიქრალია ის რა, როგორ, ვინ, რატომ, საიდან მოდის. აი მაგისთვის უკვე შედის თანამშრომლობა საჭირო სხვა დარგის პროფესიונალებს. აუცილებლად. მოგესალმები სოფო და წარმოდგენს შენს თავს მაყურებელს, რომ შენ ხარ ამ ინოვაციური იდეის და განხორციელების პროცესში ჩართული, შენ ხარ ერთადერთი სცენარისტი ამ სპექტაკლებისა. ნუ შეიძლება თანასცენარისტიც არის, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, შენ ვიცი რომ შენი კუთხით, შენი პროფესიონალური კუთხით ხარ ჩართული და აი საინტერესო იქნება ძალიან როგორ მიმდინარეობდა სცენარების შექმნის პროცესი, როგორ მიმდინარეობდა, რა სირთულეებს აწყდებოდი, რომ მშრალი ისტორიული ფაქტები შენ უნდა გეთარგმნა ფაქტიურად ხატოვან ენაზე, ეს უნდა სახეებში გადაგეტანა, უნდა გადაგეტანა მოქმედებაში და ამავე დროს ყველა ატრიბუტი უნდა გაგეთვალისწინებინა. ალბათ რაც არის დაკავშირებული ეთნოგრაფიულ, ისტორიულ, ფოლკლორულ, ენათმეტყველურ, დიალექტურ ალბათ აი ამ მომენტებთან და აქედან გამომდინარე შენი პროფესიონალიზმი და ფართო სპექტრი შენი ნაშრომებისა, შენი ხედვისა, შენი სამეცნიერო მოღვაწეობისა ამაში დაგეხმარებოდა, მაგრამ აი სირთულეები მაინტერესებს და აი როგორ
მიმდინარეობდა აი ამ ყოველივე შექმნის პროცესი. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ პროექტში მონაწილე პირებს, ბატონ ლაშაონიანს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, ბატონ გეგი ფალიანს. ფაქტიურად ამ სამმა პიროვნებამ ეს უკვე განხორციელებული პროექტი, ორი პროექტი, მათი ძალისხმევით, მათი უშრედი ენერგიით განხორციელდა. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექციამ თხოვა დავხმარებოდი სცენარის მომზადებაში, როგორც მეცნიერი და შესაბამისი მასალების მოძიებაში. აუცილებლად დავაზუსტებ მაყურებლისთვის, ეს საუბარია თქვენს პირველ სპექტაკლზე. ეს არის უშნო. ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო იყო ორივე პროექტზე მუშაობის პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ სცენარზე მიმუშავე ადრეულ ასაკში, მაგრამ ის იყო ვიწრო ერთ თემატიკაზე და როდესაც რეჟისორმა მოითხოვა მთელი ისტორიის განთავსება, მე თვითონ მეცნიერს გამიკვირდა თუ როგორ უნდა მოხერხებულიყო ეს ყველაფერი. შესაბამისად პროცესი როგორც უშნოზე, ასევე გურულზე დაიყო რამოდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი ეს არის საარქივო და უკვე აკადემიური დისერტაციის მასალის მოძიება, მათი ერთმანეთთან შედარება სოციალურ სივრცესა და ციფრულ გარემოში არსებულ მასალებთან, გაფილტრა ამ ყველაფრის, გაფილტრაში გულისხმობ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მისაღები იქნება მაყურებლისთვის და ასე ვთქვათ, ცენზი არ იარსებებს. შემდგომ ხდება მათი თემატურად დაყოფა და უკვე ბოლო ეტაპი არის მასალის გამხატრულება. ყველა ეტაპი იყო ძალიან საინტერესო და მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანობაში თითოეული სცენარი, როგორც ნაშრომი, წარმოადგენს კვლევას, ცალკეულ კვლევას, მინი კვლევას, მე ამას სამეცნიერო წრეებში არანაირი სახელწოდება არ აქვს, მაგრამ ნახეთ, მე როგორც მეცნიერი ვიწყებ პრეისტორიულიდან, შემოდის უკვე ქრისტიანობის ეპოქა, შემოდის ისტორია, თემატურად შემოდის ფოლკლორისტიკა და ამ ყველაფერს კომპლექსურად ვაძლევს საბოლოო დასკვნას, ვუმზადებ ამ თითოეულ მასალას და მათ ვკრავ ერთ კომპოზიციად. შესაბამისად მიღებული არის ნარკვევი, რომელიც შეიძლება გამზადდეს სამეცნიერო სტატიად და გამზადდეს სცენარი. გამხატრულების პროცესი იწყება თემატურად დაყოფის შემდგომ, რაშიც უკვე ბატონ ლაშაონიანთან ერთად მუშაობ. ასევე თემატური გადალაგების დროს, როგორც რეჟისორი მოითხოვს თუ რომელი თემატიკა თავში მოექცეს, რომელი შუაში, ამ ყველაფერს განსაზღვრავს უკვე რეჟისორი. მთლიანობაში ორივე ძალიან საინტერესო სპექტაკლია. ვიტყოდი, რომ ისინი ჟანრობრივადაც განსხვავდებიან, თუმცა თემატიკა და ფუნქცია ერთია. მე როგორც მეცნიერი და პედაგოგი ცალსახად ვამბობ, რომ მსგავსი შინაარსის სინთეტური ხელოვნების ნიმუშები ამ გლობალურ სივრცეში და ციფრულ გარემოში მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიეწოდებათ კონკრეტულად ახალგაზრდებს უფრო მეტად ისეთი ინფორმაცია, რომლის დამუშავებას და გაცნობას სჭირდება ბევრი დრო. დღეს ამ აჩქარებულ რიტმში ამის დრო არავის არ აქვს და ვთქვათ, რომელიმე სტუდენტი, რომელიც დღეს ისტორიულზე სწავლობს, იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც არ ისწავლება სკოლაში, არ ისწავლება საუნივერსიტეტო გარემოში და მისი ინტერესის სფერო ფართოვდება და მისი ინტელექტუალური ჰორიზონტიც იშლება, ასე ვთქვათ. სწორედ ეს მიმაჩნია ამ სპექტაკლის მთავარ ღირებულებას. აი ხომ გაწყვეტინებ, ესე იგი უკვე მეორე საგანმანათლებლო იდეა წამოვიდა საგანმანათლებლო სისტემაში, ანუ ამით შეიძლება აიგოს გარკვეული ტიპის სახელმძღვანელო ჭალებში, ვთქვათ, რითიც ხატოვნად მიიღებს ბავშვი და ბავშვი ხო ხატოვნიდან უკეთესად იმახსოვრებს, უკეთესად აღიქვამს. ანუ იქ კარგი ნიუანსი იყო ეხლა რაც აღინიშნა, დრო აჩქარდა, თითქოს წიგნის კითხვა მოდიდან გადადის, ამ დროს ის მოდა არასდროს არ ყოფილა წიგნი
წიგნის კითხვა მაგრამ ამხლებია ვერ ესწრება. იმის გამო რომ დრო არის აჩქარებული ვისაც უყვარს წიგნის კითხვა ის კიდევ კითხულობს და აგრძელებს კითხვას მაგრამ პრობლემა იქნება რომ მასიურად იმის გამო რომ დრო აჩქარებულია ყველანი რატომაც ინტერნეტზე ვარ ჩამოკიდებული იქ ეძებ რაღაც და სწრაფად გინდა ინფორმაცია მიიღო არ ელოდები გამხატრულებული ლიტერატურის კითხვას იმიტომ რომ საათობით დრო ჭირდება ამიტომ ერთი მხარე ესეც არის რა შედიხარ საათნახევარი შეხედავ და ამოიღებ სხვა მასალას მოусმენ თავის გამხატრულებულად თავის ფოლკლორით მოსმენული თავის ქორეოგრაფიებით თავის ამ სასწავლო პროცესისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებითი სასწავლო და ესთეტიკური რაც და ერთი დეტალი ვიტყოდი რომ შემოქმედებითი მიდგომით მიწოდებული ინფორმაცია არის ის ინფორმაცია რომელიც მუდმივად რჩება ბავშვის მეხსიერებაში არასოდეს ის არ ანუ პირადად და პრივატულ სივრცეში საკითხული წიგნის შინაარსი გავისყლება მაგრამ ასე სპექტაკლით მიღებული ინფორმაცია რჩება და შემოქმედებითი სხვა მიდგომებითაც მუდმივად რჩება თვალის მეხსიერებაში და სხვა მეხსიერების სხვა ფორმებშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა სოფო. ერთი წუთით დაგიბრუნდებით შეკითხვით ბატონოშა. ესე იგი, ორი სპექტაკლი გახორციელდა უკვე, როგორც თქვენ ბრძანეთ და ორივე დასავლეთ საქართველოში. მე მაინტერესებს თქვენი მომავლის გეგმები ამ მიმართულებით. საიტკენ, ანუ ჯერ დასავლეთ საქართველოს უნდა ამოწუროთ ეს არეალი თუ შეიძლება აი როგორ ალაგებთ ამას? რაღაც წინაპირობები აქვს ამ ყველაფერს რა ეს იდეაში შეიძლება მოსაწონია და დავუშვათ და შემდეგ მიდიხარ სპექტაკლს იხილავ გაერთობი ისწავლი რაღაც დაგამახსოვ მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ეს ძალიან ეროვნული ნაწილია ანუ შემოქმედებაში თუ ხელოვნებაში თუ რა სიტყვაც არ უნდა მოვიშველიოთ ეროვნული ნაწილია ძალიან თან ესეთი და შედგება მხოლოდ მაშინ როცა ყველა მხარე ვინც მუშაობს ამ საკითხზე ეროვნულად არის განწყობილი გინდაც ხელოვნების მხრიდან გინდაც ადმინისტრაციული მხრიდან გინდაც ფინანსური მხრიდან ანუ აქ ყველა კომპონენტი რომელიც აუცილებლად საჭიროა შეიქმნას პროდუქცია ყველანი უნდა იყვნენ ეროვნული დამოკიდებულებით ანუ აქ თუ რომელიმე კომპონენტი ეს ისე რა ეროვნულია რომელიც არ გამოადგება ამ საქმეს ამაში არის იმ ადამიანების წვლილი, რომელიც ჩამონათვალის სოფო გითხრა, იმ ადამიანების წვლილი არის ზუსტად მაგ მხრიდან. იმათი ნაზრებიც ეროვნულია. ანუ იმან რომელიმე შეიძლება პირდაპირ ვერ იფიქრა, იმიტომ რომ იდეა აქედან მოდის ვიღაცა მოიფიქრა, ხო, ეს იდეაში ვიღაცის არის. მაგრამ როგორც კი ითქვა და ყველა მოვისმინეთ იქ ვინც ეროვნულად აზროვნებს ის შემოდის ამ საქმიანობაში ანუ დანარჩენი სხვას ვერ შემოვა ელემენტარულად იმიტომ რომ იმას სხვა ფიქრები აწუხებს კი ბატონო როცა ეროვნულად ვაზროვნებთ მაშინ ყველა ვერთიანდებით შეიძლება თქვა რომ აი დავუშვათ გარე სამყაროში ანუ ქუჩაში სხვანაირად ფიქრობ რამეს ან ჩემი მიზანი მაქვს ან რაღაც მაგრამ აი ამ ნაწილში რო პროდუქცია შეიქმნას პირდაპირ ეროვნულად საუბრობს ეს პროდუქცია ეს არ საუბრობს არაფერს სხვას და აი ეს ადამიანები რომლებიც ამაში მონაწილეობას ღებენ ისინი მხოლოდ ამ საქმეში ეროვნულად არიან მოზიდულები თუნდაც არ ვიცი აი საზოგადოებრივ ან პოლიტიკურად და რაღაც სხვა მიმართულებებში არიან აი ამ თემაში ეროვნული უნდა იყოს აი ეს არის საფუძველი სად შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯი ჩემთვის პირადად რომ თქვა ესე გახსნილად დიდი მნიშვნელობა და სხვაობა არ აქვს ეს რომელი რეგიონი იქნება ის რომ დავუშვათ მე სვანური წარმოშობის ვარ არა სვანი ვარ რა თქმა უნდა ქართველი ვარ და მაგრამ ვერანაირ სხვაობას ვერ მივანიჭებ დავუშვათ რომ მე რადგან სვანი ვარ ამიტომ თუშეთზე ან ხევსურეთზე ან რაჭაზე ან იმერეთზე ან მესხეთზე ან კახეთზე ან აფხაზეთზე არსებობს უკვე რაღაც მზა ნაწილობრივ იდეაში
გონებაში დაწერილი დახატული ესკიზებადაც არსებობს უკვე რომელიღაც რეგიონები, მაგრამ მიდგომის შემთხვევაში, როცა რეალურად აღმოჩნდებით პირისპირ სასაუბროდ ამა თუ იმ პერსონასთან, ამა თუ იმ რეგიონში, აი იმათი ეროვნული დამოკიდებულება გადაწყვეტს იმ საკითხს, შეიქმნება თუ არა პროდუქცია. აი ამ გადაცემის ფორმატი გახლავთ საზოგადოება ერსუს, ანუ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის, აი ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული და ეთერშიც გადის მისი წყალობით. ეს არის ძალიან ეროვნული სულისკვეთებით გამშვალული სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ აი ყოველ აი ასეთ პატრიოტულ ეროვნული ცნობიერების გამღვივებელ და გამაცოცხლებელ იდეაში აუცილებლად დაგიჭერთ მხარს, დაგიგებით გვერდში და ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა რეგიონები სიხარულით შეეგებებიან ამას და იქაც იქნებიან ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით გამშვალული ადამიანები. ანუ მაინც ფიქრობთ, ესე იგი თქვენ რასაკვირველია გაგრძელებას იმ კუთხეში, სადაც გამოვართ. გაგრძელება იქ. ერთი ცოტა შორეული პერსპექტივიდანაც ერთ შეკითხვასაც დაგისვათ თქვენის ნებართვით. ხომ არ ვარ თქვენ, ფართო სპექტრის რეჟისორი ბრძანდებით და ხომ არ გექნებათ ესეთი იდეა ან ჩანაფიქრი, რომ აი ამ სპექტაკლების საფუძველზე მე რაღაცა ან ნახევრად დოკუმენტური, ან დოკუმენტურ მხატვრული ფილმიც გაკეთდეს. მე სადაც ფილმს ხო ხა ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს, რასაც სცენაზე ვერ გამოიტანე. ბევრად მეტი. აი ეს ხომ არ გაძლევთ ამის სტილს, აი მე მაგალითად დამებადა ესეთი სურვილი და საინტერესო იდეა. მე ერთ დეტალს დავაზუსტებდი სამეცნიერო თვალსაზრისით და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციულად მსგავსი პრეცედენტი არ გვაქვს. და თქვენი გადაცემის შტრიხ-კოდიდან გამომდინარე დავაზუსტებდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ქართული გენეტიკის გამოვლინება, რომ პიროვნებას მოვიდა იდეა შეექმნა მსგავსი სპექტაკლი. თვითონ სპექტაკლზე რამოდენიმე, გარდა ამისა, რაც ახლა აღვნიშნებ, რამოდენიმე დეტალს დავამატებ. პირველი ის, რომ არის პირველი პრეცედენტი, ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის არ არის მასშტაბური და არ მოიცავს პრეისტორიას ჩვენს დრომდე. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ არც ერთი სპექტაკლი, რომელიც დაიდგა ლუშნუ თუ გურული, არ არის განყენებულად ან სვანეთზე ან გურიაზე. ეს არის ერთიანი საქართველოს ისტორია გურულის ხედვიდან, გურული გენეტიკის წვლილის და შესაბამისად, მათი მენტალიტეტიდან, მათი ფოლკლორიდან, მათი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საომავლოდ ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი მე რამდენად შევძლებ რომ ჩავერთო და შემდგომ როგორ შეგვიწყობს სხვადასხვა გარემოებები ამ ყველაფერს შეგავს, მაგრამ მთლიანობაში ეს პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას მოდელად გლობალურ გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ვიტყვი თუ რატომ საზოგადოება ხდება ერთფეროვანი, ერთნაირი, მრავალ გვარში და მრავალფეროვნებაში იკარგება მცირე ქვეყნების წვლილი, როლი, კულტურა და სპექტაკლი, რომელშიც გაცოცხლებულია მთლიანობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ არის მარტო ფოლკლორი და ეთნოგრაფია, იმიტომ რომ გამორჩეულად ის მასალებია შეტანილი, რომელიც ეხება კულტურულ მემკვიდრეობას და მათ იცავს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის სხვადასხვა აგენტოები. მათ შორის პოლიფონია არის გამოყენებული და ისეთი ქორეოგრაფია და ისეთი სამუსიკო ნიმუშები, რომლებიც დღეს ნაკლებად ცნობადია საზოგადოებისთვის. რაც ჩავსვით და ანუ სხვა ესთეტიური დატვირთვა აქვს ამ სპექტაკლს აქედან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ არ წარმოვედგინე თუ სინთეზური ხელოვნება შეძლებდა ამდენს და მოახერხებდა კულტურული მემკვიდრეობის გადმოცემას ერთ საათში, საათსა და ნახევარში. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს. სადაც მივედით ეხლა, ხო? აი ნიუანსებზე ისაუბრა. ანუ კამერას მეტი შესაძლებლობები აქვს და დაახლოებით
10-მდე ფილმზე მიმუშავია და დოკუმენტურზეც, მხატვრულზეც, შემეცნებითზე და ასეც. და იძლევა ნამდვილად შესაძლებლობას კამერა, რომ რაც კი ფიქრია, ტექნიკური მხარეები აქვს, კომპიუტერია, ის რაღაც აპარატურა გაქვს, შეგიძლია შემოვიდეს გაგროვდეს სცენაზე პრაქტიკულად თუ არა გაქვს, ვერ შექმნი, ცოცხალი ადამიანებსაც შეუძლიათ აი მაგათი ძალისხმევით გადმოსცემ სცენიდან და კამერას უამრავი შესაძლებლობა აქვს. კამერის მიღმა შესაძლებლობა აქვს და იმის მესამე და მეოთხე კადრი, მეხუთე კადრი, ანუ ეს როგორ ვთქვა, ფენები ხო აი ესე გავდივართ შრეებად გავიდეთ და უსასრულოდ შექმნა ეკრანზე და ძალიან საინტერესოა ეგ მოსაზრებაც დავუშვათ რომ აი როგორც სპექტაკლებს დავუშვათ სპექტაკლების სახით გამოთქმას მივადექით იდეაში ასევე შეიძლება ეკრანიზაცია ყველაფრის რა თქმა უნდა მთავარი არის არსებობდეს ის მასალა, ანუ ის საარქივო მასალა, რომელიც ნამდვილად დადასტურებული არის, ну, რასაც სოფო თქმის ეს ნაწილი არის ახლა აქ თავი. იდეა გასაგებია. იდეა მიღებულია, ესე რომ ვთქვათ რა. და რადგან იდეა მიღებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკრანიზაციაც შეიძლება ამ დეტალის გაცოცხლება შეიძლება შეხვიდე იმ სიღრმეებში, რასაც სცენაზე ვერ დაძლევ, შეგიძლია დაძლიო კამერით. შეხვიდე და გამჭოლი კადრებით შეხვიდე რამ ასეულობით ნაფიქრი გაიაროს. აი ამის შესაძლებლობა იძლევა. გვაქვს უამრავი ფაქტები, მაგალითები, რისიც გასაცხლება შეიძლება, დამხატრულება შეიძლება. ანუ იმ ნამდვილი დოკუმენტური მასალის, იმ არქივის, იმ ამოღებული რაღაც დაწერილის თუნდაც 3 სიტყვით შეიძლება აქციო და ცოცხლად შეხედო ამ ყველაფერს, რაც უბრალოდ ფურცელზე წერია, ან სადღაც არქეოლოგიური მონაპოვარი დევს ქვა იმ ქვის ირგვლივ შეიძლება შექმნა, რომ ის ქვა უკეთესად დავანახოთ. აი ამას კამერა არაჩვეულებრივად მოახერხებს და კინოენაში ეს ყველაფერი უნივერსალურად განმარტება. უაღრესად საინტერესოა და მე ხო კიდევ ის დამოკიდება შემიძლია, ხა ამის ირგვლივ ძირითადად შემოქმედებაში და ხელოვნებაში ყველაზე რთული მოსაპოვებელი არის იდეა. თუნდაც რეჟისორის შემთხვევაში, თუნდაც მხატვრის, რომელიც სტილოზე მუშაობს, იდეა მთავარი. მხატვარმა ხატვა იცის. ნებისმიერ ამას დახატავს, მაგრამ მისი მოსაფიქრებელი არის ის იდეა, რომელიც ან თუ დავუშვათ კომერციაზე ფიქრობს, კომერციულად რა ნაშრომი გაიყიდება. თუ კომერციაზე აფიქრებს, ხოლმე მისი საგამოფენო როგორ ვთქვა, დარბაზისთვის გამოსაყენებელი ნახატი ფორმატი ამხელა 4-5-ზე უნდა დახატოს ტილოზე თუ აი იდეის იგივე რეჟისორებში, ნებისმიერი რეჟისორი, რომელმაც იცის როგორ იდგმება, რა იგივე, აი რა კითხვა ჩნდება, რა იდგმება. აი მაგ იდეაში არის პრობლემა. ასე რომ კამერას მოვკიდებთ ხელს, სცენას მივადგებით დასადგმელად. თუ სადაც არ უნდა წავიდეთ, თუ ტილოს ფულს ავიღებთ, უნდა ვიმუშაოთ ტილოზე. იდეა წვეთს იმის შემდგომ ეტაპებს. იდეა რადგან გამოჩნდა და დაფიქსირდა, რომ ეს იდეა მისაღებია, ეს იდეა შეგვიძლია კამერაში გავაცოცხლოთ, შეგვიძლია სცენაზე გავაცოცხლოთ, შეგვიძლია გარემო ამოვირჩიოთ სივრცე და იქ გავაცოცხლოთ. თავი იყო ის იდეა, რომელიც ძალიან აღნიშნულდა და რატომ ტრიალებთ ერთ წელს. კი ბატონო, არაჩვეულებრივად საინტერესო იყო თქვენი საუბარი, გეთანხმებით ყველაფერში და როგორც ფილოსოფოსი პლატონი მეუბნება, იდეათა სამყაროა მთავარი და მადლობა ღმერთს, რომ ქართველთან მოდის ეს იდეა. ჯერ კიდევ არ გადაკეტილა იდეის გზა მისკენ და თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ნაყოფიერი იდეებით არა მხოლოდ იცავთ
კულტურულ მემკვიდრეობას. არა მხოლოდ ვნახავთ, არამედ ახალ სიცოცხლეს აძლევთ და ეს სიცოცხლე ჩართულია მომავალი თაობების ცნობიერების განვითარებაში, ცნობიერების აღზრდაში, ეროვნულ ნიადაგზე, იმ გენის ნიადაგზე, საიდანაც მომდინარეობს საყოველთაო ქართული და ყოველივე ქართული. წარმატებებს გისურვებთ თქვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში და შემდგომ გავრცელებაში და ჩვენ მზად ვართ დაგიდგეთ გვერდში, როგორც აღნიშნე, საზოგადოება ერთსუმოვნება საზოგადოების უფლებებისათვის, დაგიდგეთ გვერდში, როგორც იდეურად, ასევე შემოქმედებითად, საქმიანობითად და ჩვენს მაყურებელთან ერთად დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს მომავლისთვის. გმადლობთ. მადლობა მოწვევისთვის. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან პრემიერა გაიმართა. გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან ეთნოგრაფიულ, ისტორიული და შემეცნებითი სპექტაკლია, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდის მეშვეობით აცოცხლებს გურიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, პრეისტორიიდან მე-20 საუკუნემდე. დადგმა ეფუძნება ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ და ისტორიულ მასალას და მაყურებელს გურიის კულტურის, ტრადიციების, რწმენის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ისტორიული მეხსიერების მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ყოველთვის ოზურგეთის თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ სცენაზე ვნახეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი, ისტორიული, არაჩვეულებრივი სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია, რეჟისურა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, ყველამ მოსწავლემ ჩვენი გურიის ისტორია. ჩვენ ვნახეთ ძალიან მცირე დროში მთელი გურიის ისტორია. ეს სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახოს სრულიად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ დას ამ დიდ გამარჯვებას და მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ. რომ ეს სპექტაკლი არის საქართველოსთვის და ყველა რეგიონისთვის. ამ სპექტაკლის დანიშნულება პირველ რიგში არის ის, რომ ყველამ თელმა საქართველოს რეგიონებმა შეიცნონ საფუძვლიანად გურია თავისი ხასიათით, თავისი დამოკიდებულებით საქართველოს ისტორიასთან და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ სპექტაკლით, რომ გურია განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი არსებობის მანძილზე იმ დღიდან, როცა მას საქართველოს მიწა ეწოდა, იმ დღიდან გურია არის განუყოფელი ნაწილი, თუნდაც რომ მომხდარა უთვალავი რამ არ ვიცი, აოხრება, განადგურება, ბრძოლები, გამარჯვება, შექმნა სამეფო, ისევ განადგურება და ასე დროთა ცვლაში. მაგრამ ის ერთი წინადადება მუდმივად რჩება გურიას, რომ გურია იყო უცვლელი თანამდგომი და სულ ერთგული ამ საქართველოსი. გურია, როგორც ესეთი, წარმოადგენს იმ რეგიონს, სადაც ქვეყნის ისტორიის ეპიცენტრი იყო საუკუნეთა განმავლობაში და ყველა ის მოვლენა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, უპირველესად თავს იყრიდა ამ ერთ რეგიონში. წინამდებარე სცენარში თავმოყრილია გურიისა და საქართველოს ისტორია პრეისტორიულიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. შეტანილია ისტორიული მოვლენები, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული მასალა, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით. ეს არის ვიზუალური, ტექსტუალური, სამუსიკო ხელოვნების სახით წარმოდგენილი მასალები. მთლიანობაში ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო სპექტაკლი, რომელიც თანადროულად იქნებოდა საინტერესო როგორც თეატრის მოყვარულთათვის, ასევე ახალგაზრდობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ შედგა ჩვენი ჩანაფიქრი. ეს არის ფაქტიურად ტრილოგიის გაგრძელება და ქრისტინეს გაგრძელება. ანუ ჩვენ ვალად თვლით და ოზურგეთის თეატრი ვალდებულიც არის, რომ აი ამ თემებს ისტორიას ეხლა არა მარტო 200 წელი ბოლო, არამედ საერთოდ გურიის ისტორიას მიაგოს პატივი. ძალიან ძნელი იყო ესე მოკლე დროში, ანუ საათ და 5 წუთში ჩაატიო ეს ისტორია, მაგრამ მე მადლიერი ვარ ძალიან ქალბატონი სოფოსი, ბატონი ლაშასი, რომლებმაც თითქმის ერთ წლამდე ჩვენ ამაზე მუშაობდით. ანუ რა? ისინი მუშაობდნენ, ჩვენ თანხმდებოდით, თემებს გავდიოდით და ორ თვეში ჩემ შესანიშნავ მსახიობებთან, ჩემ შესანიშნავ ტექნიკურ პერსონალთან ერთად ფაქტიურად შედგა ის, რაც გვინდოდა და ეს არის ყველაზე მთავარი.